გუშინ საღამოს მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების დროს აქტივისტების გარდა ასევე დაშავდნენ ჟურნალისტები, მათ შორის არის გამოცემა პუბლიკის ჟურნალისტი ქეთო მიქაძე. სოციალურ ქსელში Facebook-ზე გავრცელდა კიდევაც კადრი, სადაც ჩანს, რომ მას თავს ესხმის მამაკაცი. შემდგომ გავრცელდა ცნობა, რომ წაართვეს ტელეფონი წაართვეს ასევე პუბლიკის კიდევ ერთ ჟურნალისტს, თუმცა მისი დაბრუნება მოხერხდა. რაც შეეხება მეორე ტელეფონს, როგორც გამოცემა პუბლიკაში აცხადებენ, არაერთხელ დარეკეს 112-ში და დღეს არის განყოფილებაში დაბარებულნი არიან პუბლიკის ჟურნალისტები ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე იძალადეს უნგრელ ჟურნალისტზე კადრები გავრცელა გამოცემა ნეტგაზეთმა. ის ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ტელეფონით იღებდა, უთხრა კიდევაც, რომ იყო ჟურნალისტი, თუმცა მას წაართვეს ტელეფონი და ფიზიკურად იძალადეს, ამბობს უნგრელი ჟურნალისტი ლასო მეზეში. სოციალურ ქსელში გავრცელდა ეს კადრები. განცხადება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა მედიის ადვოკატირების კოალიციამ. კახაკალაძის შტაბთან მობილიზებულმა ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, მათ შორის კალაძის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა იძალოდეს შეურაცხყოფა მიაყენეს და მუშაობის საშუალება არ მისცეს ჟურნალისტებს. ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ უცხოელ ჟურნალისტს. პოლიციამ ნეტგაზეთის ჟურნალისტ ქეთევან ხუსიშვილს აგინა და საქმიანობაში ხელი შეუშალა. პუბლიკის ორ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონები წაართვეს. ალექსანდრე ქეშელაშვილის ტელეფონის დაბრუნება მოხერხდა, თუმცა ამ დრომდე ეძებენ პუბლიკის კუთვნილ მეორე ტელეფონს. ოსი მედიას დირექტორ მარიამ ნიკურაძეს წყალი შეასხეს რამდენიმე პოლიციელის თანდასწრებით. დამოუკიდებელ მედიებზე თავდასხმა და დამნაშავეთა დაუსჯელობა ქართული ოცნების ერთიანი პოლიტიკის ნაწილია. ასეთი განცხადება გამოაქვეყნა Facebook-ზე მედიის ადვოკატირების კოალიცია. რაც შეეხება მთავრობის მხრიდან რეაქციას, შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა Facebook-ზე პოსტი, საკუთრივ Facebook-ზე, სადაც ის წერს: გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი ტიტუშკები დღეს უკვე მესამედ ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ ქართული ოცნების თბილისის შტაბს. საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არ დაგმობა ვენის კონვენციის დარღვევით არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია. წერს პაპუაშვილი Facebook გვერდზე და აქვეყნებს კადრებს საპროტესტო აქციის მონაწილეების, სადაც ისინი აგრესიულად მიმართავენ ქართული ოცნების შტაბს მელიქიშვილის გამზირზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება ამასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დაკავშირებით სამართალდამცველების შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დღის მეორე ნახევარში მოხდა. ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ზომები გაატარეს. ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.